ფარდებს ამყიდებ ხალხო და არ არის ნორმალური ადამიანი რომ მოიდეს და დამეხმაროს რაღაცაში. კაი ლამაზი ქალი, აღარ შემიძლია. თან მაღალჭერიანია და იმენა დავიტანჯე ეს ხელი ხო ჯერ თველი დღიან კესი მიკავია დღეს სახში დავში და სასვენებლად აღარ შემიძლია რა. მოკლედ ძალიან რთული ყოფილა რა. რამ სიმაღლეზე ვარ ამოსული ნახეთ. იმაზე ეგრეთ წოდებულ ტუმბოჩკაზე კიდევ მიდგა ისა პუფი. მე თვითონ ნახტომში პატარა ადამიანი ვარ. მეტრა 65 ვალ სულ რაღაც, მაგრამ რაც ზემოთა ვარ, ის ქვემოთა ვარ რა იტოქში. ხო და იმენა დავიტანჯე რა. ეს არის მისაღებში, სამსაძინებელში, კიდე კორიდორში ეს ამბავი რა დავიღალე. ხო და აბა ვინ გამიკეთე? ერთი კაი გოგო ვერ გავიცანი რა რო. არა, ესა კი მყავდა, გან არა მყავდა კაცო. 4 ცოლი ქე მყავდა. მაგრამ აღარ მყავს. აღარ მყავს. აჰა კეთი мама, დაგიკიდე. ფარდები შვილო. უფ 2 წელიწადში ერთხელ ხო უნდა ფარდას გარიცხვა. არ ვიცი, აბა ეხლა ჩავხტე. მაპატიე კეთი შენ ბალის დავაბიჯე. ოი ბლინ. კინა მომწავ იქეცი. დო. აი აქ დავკიდე კიდე, აი ნახეთ. აქ დავკიდე. იქ დავკიდე საძინებელში. და ეხლა ჩემს საძინებელში არის დასაკიდებელი. ცოტა დავისვენებ და შეუდგები და მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. აი რო იციან ხოლმე რამდენი გიჟები ყოფილან საქართველოში და მიხვდით ხო? ამ TikTok-მა რამდენი გიჟი გამოავლინა და ეხლა ადამიანს თუ უსწორდება თავისი რაღაცა ხო ხვდებით რას ვიძახი? რაღაცა გაუზიაროს ადამიანს ეხლა რა თქმა უნდა ის არის რა ქვია. აი როგორი ყვავილები მაქვს. თავისი რაღაცა თუ უნდა გაუზიაროს ადამიანმა სხვა ადამიანებს ხო და პუსიმ. მე იმას არ ვიზახი რომ ჭუჭყიანი სარეცხი გარეთ გამოფინოს რა სახალხოთ მაგაზე კი გეთანხმებით ხო? მაგრამ ეხლა ზოგს ეხლა მაგით უსწორდება ბაზარ ვაგზალ ჯალალაბად როიტყვიან ხო და ну я не знаю. В общем ესეთი ამბები რა მეგობრებო და მე რას გეტყვით კიდე უყურეთ ბოლოში რას გეტყვით. ბოლოში გეტყვით იმას რომ ეხლა ანუ ეს ვიდეო რას ნიშნავს იცით? აი აქ ამაქვს ვარდები და საფერავი და უსახელოური. ეს ვიდეო რას ნიშნავს? ერთი ძველი გამოთქმა. ურემო რა გაჭრი ჭინებსო და რაც მაწევს ის მაჭრი ჭინებსო. აი ეგეთი ამბები არა მოკლედ რა. ხმას არ ვიღებ არაფერზე. ჩემი ვარა, უბრალო ბალღი ვარ. უბრალო ფანქარივით უბრალო ბალღი ვარ. კარგით, აბაჰეთ, თქვენიცით. ყველას გისურვებ წარმატებებს. სიტყვოს და სიყვარულს ოჯახებში, მეგობრებო, სიტყვოს და სიყვარულს ოჯახებში და რაც თავარია მეგობრებო, მეუღლეებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ინტერესებს გისურვებთ ყველას. აბაჰე, კარგად ყველას.